პიკას მოყვა. მთავრობას კონსულტაციების ვადა ეწურება, თუმცა ამ დრომდე ზუსტება ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი. დეტალები ხვალ გახდება ცნობილი. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ხდომაზე კონკრეტული ციფრები უნდა წარადგინონ. უკვე ცნობილია, რომ ძირითადად კორექტირება ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება, რაც ოპოზიციის შეფასებით ეკონომიკური სტაბილურობისთვის რეალურ შედეგს ვერ მოიტანს და არ არის გამორიცხული. მალე კვლავ დადგეს დღის წესრიგში ცვლილებების საჭიროების საკითხი. ხვალ სავარაუდოდ მთავრობის ხდომაზე იქნება წარმოდგენილი საბოლოო ვარიანტი. როგორ აისახება ბიუჯეტზე ეკონომიკური ზრდის 2%-მდე შემცირებული მაჩვენებელი, ეს ხვალ გაირკვევა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის წარდგენამდე უწყებების მიერ დაზოგილი თანხის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი უკვე იცნობს. გუშინ შედგა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, ფინანსთა მინისტრი მუშაობს ამ საკითხზე. ძირითადი შეკვეცა ხდება ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით და ეს არის, რა თქმა უნდა, პრემიების და შრომის ანაზღაურების მუხლში. დაახლოებით 3,5 მილიონი ლარი გამოვათავისუფლეთ შემდგომ გეგმაში და ეს არის ადმინისტრაციული დანახარჯები. მინისტრების ნაწილს კი შესამცირებელი თანხების ზუსტ რაოდენობაზე საუბარი ამ დრომდე უჭირს. ამის მიზეზად კი ისინი მცირე დაფინანსებას ასახელებენ. 100,000 ლარით შეამცირებს ხარჯებს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ხარჯების მინიმალური ოდენობით შემცირებას გეგმავს განათლების სამინისტროც. მიზერული შეკვეცა თანხების, სადაც შეგვიძლია ადმინისტრაციის, იგივე საწვავის, იგივე მივლინებების ხარჯზე, ეს პროგნოზი უკვე გაკვეთებული გვაქვს და გადაცემული გვაქვს. ჩვენი ბიუჯეტი მთლიანობაში იმდენად მცირეა, რომ ის ბევრის დაზოგვის საშუალებას არ იძლევა. ძირითადი დანაზოგი უკავშირდებოდა მაინც საწვავისა და ტელეფონის ხარჯების შემცირებას. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემდეგ ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას უკავშირებენ ოპოზიციაში. უმცირესობაში ფიქრობენ, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებით კრიზისის დაძლევა ვერ მოხერხდება. იქნება სოციალური თუ კაპიტალური, ყველა შემთხვევაში ეს აისახება ისე და ისე მძიმე მდგომარეობაში ყოფ ჩვენ მოსახლეობაზე. დარწმუნებული ვარ, რაც იქნება წარმოდგენილი, იქნება ძალიან ბევრი ხარჯი და რეალურად ვერ უზრუნველყოფს იმ კრიზისის გადალახვას, რომელიც დღეს ქვეყანაში არის. ოპოზიციის შეფასებას არ იზიარებენ ფინანსთა სამინისტროში. ბიუჯეტის კორექტირების გეგმა პრემიერ-მინისტრს ხვალ სწორედ ფინანსთა მინისტრმა უნდა წარუდგინოს. უწყებაში განმარტავენ, რომ 2%-იანი ზრდის შესაბამისად ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები 200 მილიონით შემცირდება. იქნება 2%-ზე დაგეგმილი ბიუჯეტი, რაც გამოიწვევს საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 200 მილიონის შემცირებას, თუმცა ეს არ ნიშნავს 200 მილიონის ხარჯის ნაწილის შემცირებას. ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში სავარაუდოდ თვის ბოლოს შევა. იქამდე კი დოკუმენტის საბოლოო ვერსია მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.